გამარჯობა ჩემო დღევანდელი დღესთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო მცირე კომენტარი მოგეხსენებათ თქვენ 9 აპრილია და ახლა ამ თარიღის მნიშვნელობას მე საზოგადოების წინაშე არ განვარტყავ, ვინც ეს არის ის იმასთან სალაპარაკო არც არაფერი არ მქონია მაშინ. უბრალოდ ჩემთვისაც ცალკეულად როგორც ქართველისთვის და როგორც პიროვნებისთვის ორმაგად ტრაგიკული დღე არის დღეს. და როდესაც უყურებთ რა ეგრეთ წოდებულ საკუთარი უკანლის გამარიაჟების მცდელობას ქართული ოცნების დღევანდელი პრემიერ-მინისტრად მჯდარი ტიპისგან კობახიძისგან რომელიც დამტრიალებელი იყო რა ქვეყნის გამოუბედურებლებთან ერთად მისი შთამომავალი მამამისი პუტჩისტი ყველამ კარგად იცის, რომ ეროვნული ხელისუფლების პირველი გამხობი და გამაუბედურებელი არის კობახიძის მამა. და როდესაც დღეს 9 აპრილს მივიდა მემორიალში, როგორ მივიდა, როგორ გაბედა, რა სინდისით მივიდა, მაგრამ მივიდა რა. იმიტომ რომ შუბლზე ძარღვი არაა გაწყვეტილი აქ. და კიდს თუც მივიდა და როგორც მივიდა, ისედაც დახვდა საზოგადოების წევრები და უძახეს ის, რაც უძახეს პირში. და ეს ირაკლი კობახიძე რა ნაბიჯვარი თან რო ყველა ხელისუფლების ზაშიტნიკად რომ მიყავთ ასე მაგალითად ღარიბაშვილის დროს ღარიბაშვილს იღობებოდა მკერდით ასე მკერდს ჩაუდგამდა რა იქ კვირიკაშვილი იყო და კვირიკაშვილის დროს ტრაკს მიაფარებდა ასე გვერდზე გაწევდა გარუჩი ვინ და კობაია კობალაძე ვითომ რო შეეკითხო გმირი აფხაზეთის ომის გმირი და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი კობაია კობალაძე რიაზანში რუსების მიერ გამოწვდილი ნაბუზვარი სრულიად სიტყვის მნიშვნელობით რომელიც მარადიორობდა და რომელიც სამეგრელოს ძარცვავდა ეს ის კობაია კობალაძეა რომელიც ირაკლი კობახიძის პუტჩისტ მამასთან ერთად კიტოვანს დაძდევდა და კიტოვანს დაძდევდა რაღაცა გადამწყვეტილების მიიღებად კი არა ისიც ცალკე პრობლემა იქნებოდა ასე რომ ყოფილიყო, მაგრამ კიტოვანს უსეირნებდა ძაღლს და დაარქვეს ძაღლის სახელი კობაია კობალაძეს. ბომბორა. და აი ამ ბომბორას ყავს კიდე ძაღლს ყავს პატარა ლეკვი. ვიღაცა მალხაზია თოფურია, რომელიც ხან ინაშვილის პარტიის ტრაქში ძვრებოდა, ხან თავდაცვის სამინისტროში თითქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში იჯდა და ასე ჩათლახობდა და პროჭოდა თავის დროზე ღარიბაშვილს ეტენებოდნენ ესენი და მე კიდე იყვნენ ახლა იქ გოგაშვილი რო ყავთ დაჭერილი მაგალითად მის ნიბაზე ნივის გაშლილ კაპოტზე იმას ჭამდა რა ქვია პულს ჭამდა ყველაფრის ხელმომწერი ტიპი არის აი ყველაფრის რასაც შეუკვეთავს კობაია კობალაძე მზად არის რომ იქ ალოკოს და კაი გეყოთ ახლა დამდგარა გამოსირეული რა მეორე გუბაზა სანიკიძე ეს ისა კობაია კობალაძე და ეს მწვანე ქუდი და უფარებია ასე მალხაზია თოფურიას რა ამის დებილი დედა შევეციმე და ხალხს ეღობება კიდე წინ მართლა ეს ჩათლახები ეს რუსეთის ზაკავკასკი ვაენი ოკრუგში გამოზრდილი ნაბოზრები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა შეიცვალა არც არაფერი არ შეიცვალა დღეს გვყავს ჩვენ მოდერნიზირებული ოკუპანტები საქართველოს ხელისუფლებაში და ეს ძალადგმირები და ძალადპროჭები მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა თვითონ რომ გამოუშვას ვინმე გენშტაბიდან ვთქვათ რუსული გენშტაბიდან რომ გამოუშვა და დასვან საქართველოში კობაია კობალაძე ამ თავის პატარა პროჭიაშვილებით გადააღობავს გზას იქ და დაუდება ზაშიტაში ეს არ არის არც რუსეთის გენშტაბის ბრალეულობა, არც კონკრეტულად რომელიმე ქვეყნის სადაზვერო უწყებების დამსახურება, ეს თვითონ ჩვენი დამსახურებაა ქართული ხალხის. აი იმას კი არ უნდა ვაჯერებდეთ, რაც იმ ხალხმა დაუძახა ამ ნაბიჯურებს იქ ქუჩაში. დედას უნდა